არ ერიდებათ ბავშვებს საერთოდ მოზრდილებისგან განსხვავებით, რომ იკითხონ ის, რაც აინტერესებს და რაც უნდათ რომ გაიგო. და ძალიან კაი უნარია. მოზრდილობაშიც თუ ეს შენარჩუნებული იქნება, შესანიშნავია საერთოდ ზოგადად. ამიტომ კარგია ეს და ამ დროს ფსიქიკა ფორმირდება, ძალიან ბევრი მექანიზმი ბავშვისთვის უცნობი, ამიტომ რა თქმა უნდა არ ერიდება კითხულობს, ქვეცნობიერად ძნობს კიდეც ამას კონსტანტე გამსახურდიას უწერია, ხო, არ ერიდება ბავშვებს სულელური კითხვების დასმავა, იმიტომ რომ ქვეცნობიერად ძნობს, რომ გაიზრდება და ხო, გაიზრდება და ისწავლეს ჭკუასო რა, ну ასე. მოდი შენ თვითონ მითხარი, შენ რა გახსენდება შენი შვილების კითხვები? ერთი მახსენდება, ერთი მეზობელი მყავდა მელოტი. და რო დაინახა, მთელი თავი შუბლი რატო აქვს? ვერაფერი ვეღარ უთხარი და მაშინ ეთმა მქონდა. თორე კითხვა არ გაუჩნდება.